მოგესალმებით. შუადღეში ვიდობის ჩემთვის როგორც ყოველთვის ჩემთან არის. მოკლედ დღეს ვისვენებ ვარსაშინლად ცუდად, ხმაზეც მეტყობა, თვალებზეც მეტყობა, თვალებს ძლივს ვახელ. არ ვიცი, დაბინდულად ვხედავ ყველაფერს. ხო, ცოტა გადაღლილი ვარ და კარგი დასვენება მჭირდება რა. შესაბამისად არაფრის თავი არ მაქვს. ყავა დავლია უკვე. ვლოგის ჩაწერა მინდოდა და ეგეც დამეზარა, მაგრამ საბოლოო ჯამში გადავწყვიტე, რომ გადამეღო ვლოგი, ჩამეწერა. რაღაცები მომეყოლა თქვენთვის, მესაუბრა თქვენთან და ესე უცებ მარტივად დავდგი შტატივი ტელეფონი მაგიდაზე, დავჯექი და წერ ვიდეოს. ესე იგი, ესეთი სიტუაცია დღეს ვისვენებ და ზოგადად დასვენების დღეებში უნდები ხოლმე მარტო ძილს. დღეს არ მინდოდა ეგრე რომ მომხდარიყო, ნახევარ დღეზე მეტი მძინავს ხოლმე დასვენების დღეს, მერე ვიღვიძებ და ვერაფერს ვერ ვასწრებ და ვერაფერს ვერ ვახერხებ. გარდა ძილისა. შესაბამისად დღეს მაღვიძარა დავაყენე და ესა პირველ საათზე გავიღვიძე რა და 2-ზე ავდექი. თორე ძილი რო გამეგძელებია, შეიძლება 5-მდე მარტო ძილს მომდომებოდი. დილიდან ისე ვარ, რომ ყველაფერი მეზარება, დილიდან რა გაღვიძებიდან მოყოლებული ყველაფერი მეზარება. ვიდეოს ჩაწერაც მეზარებოდა, ესა ყველაფერი მეზარება, მაგრამ თან მინდა რომ რაღაცები გავაკეთო რა. ხო და საჭმელზე მოვიფიქრე ესეთი რაღაც. გეგმავდი საჭმელი რა გამეკეთებია, რამე გემრიელობა. რო ვისვენებ მთელი დღის განმავლობაში, მინდა რომ რაღაცა გემრიელი ვჭამოს საღამოს. როცა არ ვისვენებ, მარტივ რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე, რავი, კვერცხია თუ ჯიჟი-ბიჟია თუ ყიყლიყოა თუ რავი, კალბასი შემწვარი ან რაღაცა, როცა არ ვისვენებ, ფიზიკურად ვერ ვახერხებ, რომ რამე გემრიელობა გავაკეთო, იმიტომ რომ ღამე მოვდივარ სახლში, დღე მძინავს, სახლიდან რომ ისე გავდივარ, რომ საჭმელს არ ვჭამ, იმიტომ რომ დილას საჭმელს ზოგადად ვერ ვჭამ და საღამოს მოვდივარ სახლში პირველის ნახევარზე. პირველის ნახევარზე რომ მოხვალ სახლში ფიზიკურად გემრიელს საჭმელს ვერ გააკეთებ რა. ხო და ძალიან ისე მარტივ და სწრაფ საჭმელს ვაკეთებთ ხოლმე. და დღეს მქონდა გეგმაში, რომ რამე წვნიანი გამეკეთებინა. ან სუპის გაკეთება მინდოდა, ან ბორშის გაკეთება მინდოდა. და შევიხედე მაცივარში და ვნახე ისა ჭადის ფქვილი და ღერღილი რა. და მაქვს ორი ვარიანტი. გავაკეთო ღომი, გავაკეთო ჭადი. ძალიან დიდი ხანია არც ერთიც და არც მეორეც არ მიჯამია. ჭადი ძალიან მიყვარს. ღომის გაკეთება მეზარება. თან ჩემ შემთხვევაში, ესე ვთქვათ, ღომს თუ გემრიელი ბაჟი არ დავაყოლე, ისე აზრი არ აქვს. ხო და ბაჟეს ფიზიკურად ვერ გავაკეთებ. არც ბლენდერი არ მაქვს, არც ნიგოზი არ მაქვს. თხილი მაქვს, მაგრამ ბაჟეს ვერ გავაკეთებ მოკლედ რა. ხო და ფიქრობ, რომ ჭადებს გამოვაცხობ. შეიძლება ღომიც გავაკეთო, არ ვიცი. მოკლედ საბოლოოდ გადაწყვეტილი მქონდა ბორშის გაკეთება, მაგრამ კაი მარტივი გამოსავალი ვნახე, გემრიელი მჭადი, გემრიელი ტყემლის წვენი,
აქ იმედი მაქვს გემრიელ სულგუნს ვიყიდი, იმიტომ რომ აქ გვერდით ბაზრობა არის და წინაზე რო გავიარე დავინახე კაი ყველი და სულგუნი იყიდებოდა და რამდენად გემრიელია არ ვიცი. ესე იგი ამ კატის ხელში თმები ვერ მოვიშორე რა, შარვალია თუ მაიკაა თუ რაც არ უნდა მეცვას, ყველაფერს კატის თმები აქვს. თვითონ თუ ხასიათზეა ვერ მოიშორებ, სულ მოფერება უნდა. და როცა მე ვარ ხასიათზე, მაშინ უჟმურია. ძალიან ცივა დღეს, რატომღაც აცივდა ძალიან. ხო და რა ვიცი ახლა გავალ ჯიჯი, ეხა მინდა ყველაზე მეტად გავლა. აი ისეთი გაბრუებული ვარ. ისე რაღაცნაირად ცუდად ვარ რა. ხო და ეხა ყველაზე მეტად რაც მინდა არის გავლა და გასეირნება და სადმე ბუნებაში დაჯდომა. მაგრამ ჯერ მირჩევდია რომ სახლი დავალაგო. მერე გავიარო, გავისეირნო და საღამოს გემრიელი მჭადებიც გამოვაცხო. ხო და ეხლა მე დავიწყებ დალაგებას, დიდი არაფერი, ჭურჭელს დავრეცხავ 3-4 ცალი თებში და ჭიქა. მერე ერთი ცუცქნა ოთახია, მოვხვეტავ, მოვწმინდავ. მერე ჩავიცმე, გავალ გარეთ, ცოტას გავისეირნებ, სახლში მოსვლას რო დავაპირებ, სულგუნსაც გამოვიყოლებ და ჩემი დეიდაშვილი რომ მოვა სამსახურიდან, გამოვაცხობ გემრიელ მჭადებს და დავახვედრებ მჭადი და სულგუნს. ხო, ოღონდ ესე სათქმელად მარტივია რა. ანუ ამას ვიზავ, იმას ვიზავ, თქო ვიტყვი ვიდეოში და მე ისე ხდება რომ ვერაფერსაც ვერ ვშვები. ძალიან დაღლილი ვარ. ხო და აი დღეს ისე ვარ. გუში მქონდა საშინელი დღე. კატასტროფა. გუშინ მომიწია ესა დილით სამსახურში გასვლა, მაღაზიის გაღება. ავდექი 7-20 წუთი უკლდა ეგრე. 7-ზე გავედი სახლიდან, ყავა გზაში დავლიე, აი კარგად გათენებული რო არაა და რაღაცნაირად ძალიან მოტივირებული ვიყავი დილაუთენია რო ავდექი რაღაცა იქ ყავას ვიქ ნაუშნიკები გავიკეთე, სიმღერებს უსმენ რაღაცა და ძალიან მიხარია რომ დილა ადრიან გავიღვიძე და მოძრაობაში ვიყავი რა. იმიტომ რომ ისე ხდება სულ რომ დილას ძინავს გაგუდულს. ხო და როცა არის ესეთი დღეები რომ გინდა არ გინდა მიწევს დილა ადრიან ადგომა, მაშინ ხვდები დილის მადლს, ესე ვთქვათ. ძალიან კარგია დილას ადგომა. გავედი 1 საათის გზაზე წავედი სამსახურში და საშინელი დღე მქონდა. ანუ ხანდახან მაქვს დღეები, როცა ვერაფერს ვერ ვაკეთებ რა, სამსახურში ამ შემთხვევაში. აი ვერაფერს ვერ ვაკეთებ, უბრალოდ ვჭამ უაზროდ. მაგარი საშინელი არ ვიცი ხა ყველა ადამიანს აქვს ისეთი დღე, როცა დაღლილია და რაღაცას ვერ აკეთებს, მაგრამ აი ესეთ დღეებს რო ვერ ვიტან, არ ვიცი.
აი გინდა რომ ადგე გააკეთო რაღაცა, მაგრამ ვერ რაკეთებ და მარტო ჭამაზე ხარ გადასული. ეგრე ვიყავი. ერთი რა ვიცი, არც დამითვლია. ფულიც კარგად დავხარჯე. ჭამე, სვი, ვიჯექი. აი საშინელება არა, თან დრო არ გადიოდა, თან როდის სახში წამოვიდოდი ერთი სული მქონდა და გუშინდელი დღე იყო საშინელება რა. აი ნუ ახლა რობოტები არა ვართ, ყველა სულ რო საქმე ვაკეთოთ და რაღაცა ხო, მაგრამ არის ხანდახან დღეები, როცა დავფრინავ მართლა სამსახურში ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ, ძალიან ბევრ რამეს ვასწრებ და არის დღეები, როცა უაზროდ ვარ და ჭამის მეც ვერაფერს ვერ ვაკეთებ და დროც ძლივს რო გამყავს რა. აი რით უშველო ხოლმე თავს ეგეთ დღეებში აღარ ვიცი. და ზოგჯერ მართლა სულ რო არავინ არ მითხრას, რომ ეს გასაკეთებელია და ეს უნდა გააკეთო, თქვათ, მაინც ჩემი ნებით დავფრინავ ხოლმე მართლა. ნეტა სამსახურში რო საქმეს ვაკეთებ, იმდენ საქმეს სახში ვაკეთებდე. ხო და ძალიან საშინელი დღე მქონდა გუშინ. მერე სამსახურიდან წამოსული ჯერ ხო ძალიან შორს ვარ. აქედან მეტრომდეც შორია. მეტროდან სამსახურამდეც შორს ვარ. ფეხით მიწევს ძალიან ბევრი სიარული, მერე იქ მეტროშიც ვერ დავჯექი, ვერც ავტობუსში ვერ დავჯექი. ფეხები მქონდა მომსპარი, განადგურებული, ერთი სული მქონდა ჩამოსულიყავი ავტობუსიდან და გამევლო. ან სახში მოვსულიყავი და დამჯდარიყავი. ისე მტკიოდა ფეხები, ძლივს ვიდექი ფეხზე. ხო არაფერი არ მიკეთებია საქმე, მაგრამ მაინც განადგურებული ვიყავი. აი არ ვიცი, საშინელებაა. და სამწუხაროდ ძალიან ხშირად ვარ ხოლმე ეგრე. ალბათ კვირაში ერთი დღე, ან ორ კვირაში ერთხელ რო აი ვერაფერს ვერ აკეთებ, მარტო ჭამ. და დროც ძლივს რო გაგყავს რა. აი ახლა ისე ვარ, ყველაფერი მეზარება. მაგრამ ეხლა გამოვივლი, თვალს წყალს დავალევიებ, როგორც იტყვიან და ზოგადად ბუნებაში გავლა გასეირნება მშველის ხოლმე ძალიან. აი როცა ძალიან გადაღლილი ვარ და როცა ვისვენებ, შანსი არა დასვენების დღეს რო არ გამოვყო დრო იმისთვის, რომ თქვათ, ან სამების ტაძარში არ წავიდე, ან სადმე რავი თბილისში ლამაზი ადგილები სადაც გვაქვს, ან თაწმინდაზე არ წავიდე, ან რიყის პარკში არ გავისეირნო და ეს გასეირნება მშველის ძალიან. მით უმეტეს აი სამების ტაძარში რო შეხვალ სანთელს დაანთები, ლოცებ, მერე გამოხვალ იქ ლამაზ ხედზე დაჯდები. აი სულ სხვანაირი სიმშვიდე და სულ სხვანაირი სიმყუდროვეა იქ სამების ტაძარში და ტაძრის ეზოში. დღეს არ ვიცი რამდენად მოვახერხებ საღამოსკენ. საღამოს შეიძლება დღესაც გავიდე. ხო და შანსი არაა, რომ დასვენების დღეს სადმე არ გავიდე, გავისეირნო, გამოვიარო, გავიარო რაღაცა. ძალიან მშველის ეგ ყველაფერი. იმიტომ რომ სხვა დღეებში ფიზიკურად მარტო
ვერაფერს ვერ ახერხებ რა, მარტო სიარულს უნდები და ეგ არის და ეგ. თან ახლა უნივერსიტეტი რო დამეწყო, შანსი არა სასტიკად, ანუ სასტიკად რა შევპირდი ჩემ თავს, რომ ჩემ თავს შევპირდი, რომ რაღაცეები უნდა შევცვალო. ძალიან ბევრი რაღაც მაქვს შესაძლებელი და გამოსასწორებელი და ნახეთ როგორი რაღაცა ზოგადად შეუძლებელი არაფერი არა, რა თქმა უნდა. მთავარია მონდომება და მთავარია შრომა. თუმცა მე მაგალითად ჩემ შემთხვევაში ძალიან მიჭირს რაღაც გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილებების. იმიტომ რომ წარმოუდგენლად რთული მეჩვენება და არ ვიცი საიდან დავიწყო. ნახეთ, დღეს რა სიტუაციაშიც ვართ, შეიძლება წლების წინ ამ სიტუაციაში ყოფნაზე ვოცნებობდით რა. და დღეს უკვე სულ სხვა რამეზე ოცნებობთ. ნუ ადამიანები ვართ, ოცნებები გვეცვლება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა რაღაცეები გვინდა ეს როგორ წევს გეხვეწებით. ხელზე ნახეთ, ხელზე მაწევს. ხო და იმას ვამბობ, რომ არ ვაფასებთ იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც ვართ. დღეს მე მაგალითად სტუდენტი რო ვარ, საკუთარი სამსახური რომ მაქვს, საკუთარი შემოსავალი რომ მაქვს, წლების წინ მე ამაზე ვოცნებობდი. და წლების წინ შეიძლება ამ სიტუაციაში ყოფნა ძალიან რთული და წარმოუდგენელი მეგონა. თუმცა მივაღწიე ამ ყველაფერს. და ეგრეა რა, დღეს რაც რთული და წარმოუდგენელი გგონია, წლების შემდეგ შეიძლება იმ ყველაფერსაც მიაღწიო და უბრალოდ თავარია რომ არ გეშინოდეს რა. მე მაგალითად ახლა სტუდენტობაც ძალიან მინდოდა, სამსახურიც ძალიან მინდოდა, თუმცა სოფელში ვცხოვრობდი და რეგიონში ვცხოვრობდი და არანაირი იმის საშუალება არ იყო, რომ ვთქვათ სადმე გემუშავა. ერთადერთი საშუალება იყო სოფლიდან ქალაქში სიარული რა. აბაშა იყო ჩემთან ერთი ქალაქი, სადაც შესაძლებელია მუშაობა ასე თუ ისე. მაგრამ პატარა ქალაქია და ისედაც ძალიან ისე რთულია რა სამსახურის შოვნა და რაღაცა, თუმცა მქონდა მცდელობები იქაც 17 წლის რო ვიყავი, რომ ანუ იმდენად მინდოდა მქონოდა სამსახური, რომ იქაც ძალიან ბევრ მაღაზიაში ვარ ნამყოფი და მაქვს დანატოვარი ჩემი ნომერი, რომ მეთქი ვაკანსია თუ გექნებათ დამირეკეთ. და მაშინ წარმოუდგენლად რთულად მეჩვენებოდა სტუდენტობა, რთულად მეჩვენებოდა ეროვნული გამოცდების ჩაბარება, რაღაცა წარმოუდგენლად რთულად მეჩვენებოდა თბილისში გადასვლა, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, რაღაცა იქ სამსახური, უნივერსიტეტი. ეს ყველაფერი ძალიან რთული მეგონა, მაგრამ დღეს ძალიან ჩვეულებრივი გახდა ეს ჩემთვის. ხო და მე რო დღეს მგონია რაღაც რაც ძალიან მინდა, წარმოუდგენლად რთული, შენ თუ სულ ესე იფიქრე, რომ რთულია და ამას ვერ ვიზავ და ამას ვერ გავაკეთებ და იქამდე ვერ მივალ, ვერაფერს ვერ შეცვლი ესე. ცდელობა თუ არ გაქვს. კი, იაზრებ იმ ყველაფერს, რომ მარტივი არ არის იქამდე მისვლა, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა ჩაუნერგო მხოლოდ ის ფიქრები, რომ რთულია და ამას ვერ ვიზავ და ვერ მივაღწევ რა. უნდა იშრომო ყოველთვის ეცადო, რაღაც ნაბიჯი გადადგა, თუნდაც პატარა მცირედი
და ნაბიჯ ნელა მიხვალ იმ მიზნამდე, რაც წარმოუდგენლად რთული გეჩვენებოდა. ხო და ყოველთვის ჯობს, რომ გარისკო მიიღო ის გადაწყვეტილება, რისი მიღებაც გეშინოდა და თუნდაც განიცადო კრახი. ჯობს, რომ გააკეთო ის, რისი გაკეთებაც გინდა, ვიდრე არ გააკეთო და წლების შემდეგ ინანო, რომ აი, ნეტა ეს რატო არ გავაკეთე. მე მაგალითად ძალიან ბევრი რამე მაქვს მართლა შესაძლებელი, ძალიან ბევრი რამე გამოსასწორებელი, ვცდილობ ესე თუ ისე, მაგრამ რავი, ბევრად უფრო მეტია საჭირო. ხო, ეგ არის ეგრე. რა ვიცი, ასევე ერთი იმას მივხვდი კიდევ, რომ შენი წარმატება ყველას არ უხარია რა და ყველას არ აინტერესებს შენ რას აპირებ, ესე ვთქვათ, რის გაკეთება გინდა. ანუ მე მაქვს ეგეთი ჩვევა, რომ ყველაფერზე მიყვარს საუბარი რა, ყველაფრის გაზიარება მიყვარს სხვასთან. აი, თქვათ რაღაცა მინდა რომ შევცვალო, ხო? ეს მინდა რომ ესე გავაკეთო. ავდგები და ვიტყვი ეგრევე ვიღაცას ვეტყვი, რომ აი ესე და ესე მინდა მე ამის გაკეთება. მაგრამ მივხვდი, რომ შეიძლება მოგისმინონ, შეიძლება რჩევები მოგცენ. მაგრამ მივხვდები, რომ სულ არ აინტერესებთ რა, შენ რას აპირებ და რისი გაკეთება გინდა. ყველას თავისი გაჭირვება, ყველას თავისი ცხოვრება გააჩნია და ყოველთვის ეცადეთ, რომ თქვენი ესეთი მიზნები და გეგმები და ისეთი სერიოზული რაღაცები არ გაუზიაროთ სხვებს რა. თქვენთვის დაიტოვეთ, თორე მერე უკვე სულ სხვანაირად мотиваცია გვეհიძდება რაღაცნაირად. რა ვიცი, თუ რამე ისეთის გაკეთება მინდოდა, შეიძლება უბრალოდ მინდა და სულაც ვერ გავაკეთო, მაგრამ ავდგებოდი და ეგრევე სხვას უყვებოდი რა ამ ყველაფერს, რომ აი ამის გაკეთება ესე მინდა და რატომღაც მიხაროდა, რომ სხვას უზიარებდი, მაგრამ რეალურად შენთვის უნდა შეინახო ყოველთვის ეგეთი რაღაცეები. სერიოზული და მნიშვნელოვანი რაღაცეები. წავედი ახლა ხალხო. აი, მეტყობა კიდეც, რომ წელავ დროს რა, მეზარება. ბლოგი მაინც რო ჩავწერე, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან დაკარგული ვარ რა. ვერ ვახერხებ, რომ ვიდეოები გადავიხო. ვიდეოები კი არა, ზოგადად ვერაფერს ვერ ვახერხებ სამსახურის გარდა ამ ეტაპზე. და ეხლა ამ სამსახურში უნდა ჩავრთო უნივერსიტეტიც. მივიღე ესეთი გადაწყვეტილება, რომ როგორც პირველ სემესტრში ვსწავლობდი, ისე ვისწავლო ეხლაც რა, მეორე სემესტრში გავფუჭდი. ხო და ეხლა უნდა მოუმატო ისევ მაგ ყველაფერს და ცოტა გადავერთო უნივერსიტეტისკენაც. სამსახური ფული კი კაია, რა თქმა უნდა, მაგრამ შრომა ანუ ამ ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ მე ეგრე მჭირდება რა. პირველ რიგში ინგლისურს ვსწავლობ უნივერსიტეტში და პირველ რიგში ინგლისურის სწავლას უნდა მოუმატო, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ინგლისური მჭირდება. მით უმეტეს სამომავლოდ რა გეგმებიც მაქვს, მაგ გეგმებშიც ძალიან დიდი წვლილი აქვს ინგლისურის ცოდნას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ასე რომ ვიცი, ძალიან ბევრი რაღაც ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ ინგლისურში, მაგრამ არ მაქვს ესე ვთქვათ გამოცდილება. ანუ ეხა მე რომ ინგლისურენოვან ქვეყანაში ჩამაგდო ვთქვათ 3 დღე, იქ რომ მომიწევს საუბარი და რაღაცა ძალიან მარტივად გამახსენდება ყველაფერი და მარტივად ვისწავლი ენას, მაგრამ როცა არ გყავს ისეთი ადამიანი, ვთქვათ, ვისაც ესაუბრები, როცა ინგლისურად არ საუბრობ, არ წერ, არ კითხულობ, გავიწყდება რა ნელ-ნელა ეგ ყველაფერი. როცა არ იყენებ. ხო და ცოტა უნდა გადავერთო ეხა უნივერსიტეტისკენ, ერთი კვირა უკვე დამეწყო და აქტიურად დავდივარ და რა ვიცი, შეძლებს დაგვარად ყველაფერი კარგად იქნება. წავედი, ახლა ამდენი საუბრის თავი აღარ მაქვს, მივხედო საქმეებს და გემრიელი მჭადი და სულგუნი უნდა მივირთვა საღამოს.